მოგესალმებით ყველას, რადიო პალიტრის პირდაპირ ეთერში ჩვენ ვიწყებთ გადაცემა მკურნალს. ტრადიციულად გვისმენთ ტალღაზე FM 103.9, ამას გარდა კი გაქვთ შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად გვიყუროთ და გვისმინოთ კიდეც სოციალური ქსელის მეშვეობით, თუ კი საძიებო ველში აკრებთ რადიო პალიტრას, თქვენ ავტომატურად აღმოჩნდებით ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ლაივ რეჟიმში თვალს გვადევნებთ. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, როგორ გავუმკლავდეთ ალერგიას და როგორ შევამციროთ მისი ზეგავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პროდუქტები, რომელიც დღეს აქ გვაქვს წარმოდგენილი და რომელსაც ალბათ კადრში უკვე ხედავთ, ძალიან მალე უფრო დეტალურად განვიხილავთ მათ. ეს გახლავთ რენოქსი, ლორანექსი და სანიდერმი. უნდა ითქვას, რომ ზაფხულის მოახლოების სიხარულს ბევრი ადამიანისთვის ალერგიული რეაქციები აფერხებს, სეზონური ალერგიები ადრეული გაზაფხულიდან იწყება და ხშირად გვიან შემოდგომამდეც კი გრძელდება. ალერგიული რეაქციების შედეგად შესაძლოა გამწვავდეს უკვე არსებული ქრონიკული ან ალერგიული დაავადებები, როგორებიც არის ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, ანუ ურტიკარია, ატოპიური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია და სხვა მდგომარეობები. ალერგია 21 საუკუნის ცამხლები დაავადება, რომ ეს უკვე ვიცით, მისი ფართო გავრცელება განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში გვხდება. სტატისტიკური მონაცემებით ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობის 60-70%-ს აწუხებს ალერგია, ხოლო საქართველოში მისი გავრცელება თითქმის 40%-ია. მართალია წელს გაზაფხული თითქოს დაგვიანებით მოვიდა, გრილი დღეები და ქარიანი ამინდები კიდევ გვახსენებს ჯერ თავს, თუმცა ბუნების ბიოლოგიური საათი შეუფერხებლად მუშაობს, ხეები აქტიურად ყვავის და ჰაერში მილიარდობით უხილავი მცენარეული მტვრის ნაწილაკია გაფანტული, რომლებიც ბევრი ჩვენგანისთვის ნამდვილ გამოცდად იქცევა. ხშირად გვესმის ფრაზა, რომ არაუშავთ, ეს უბრალოდ გაზაფხულის სურდოა და ასე შემდეგ. თუმცა ეს არის ღამეების სრულფასოვანი ძილის გარეშე, როდესაც ხან სუნთქვაც გვიჭირს, ხან შრომის უნარი აქვს დაქვეითებული, თავით რაღაცნაირად თითქოს დაბურული გვაქვს და კონცენტრაციაც შეუძლებელია. მოკლედ, რეალურად ჩვენ ალერგიის ზეგავლენა და მისი ცუდი ზეგავლენა ვიცით, თუმცა როგორ მართოთ ალერგია და როგორ შევამციროთ ეს უარყოფითი ზეგავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე, ამასთან დაკავშირებით ახლა ძალიან კარგ რეკომენდაციებს მივიღებთ ჩვენი სტუმრისაგან. დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ექიმი, ალერგოლოგი ქალბატონი ნანა მგალობლიშვილი და სწორედ ის გაგვიზიარებს გამოცდილებას. ქალბატონი ნანა, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. თემა იმდენად აქტუალურია და ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებშიც ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მიხარია, რომ დღეს ახლა დეტალურად შეგვეძლება საუბარი ამ პრობლემაზე. კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის. უპირველეს ყოვლისა, მოდით მოკლედ რომ ავხსნათ, რა არის ზოგადად ალერგია და რა სიმპტომებით ხასიათდება. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ალერგია გახლავთ ორგანიზმის შეცვლილი პასუხი, იმუნური სისტემის რეაქცია ჩვეულებრივ უნებელი ნივთიერებების მიმართ. იმ ნივთიერებებს, რომელსაც სწორედ აი ამ იმუნური სისტემის ალერგიული ხაზის აქტივაცია, ანუ ალერგიული სიმპტომების გამოწვევა შეუძლიათ, ჩვენ ჩვეულებრივ უწოდებთ ალერგენებს. მრავალფეროვანი პალიტრით გახლავთ და მეთანხმებით წარმოდგენილი ალერგენები, ეს იქნება კვებითი, გარემოს ალერგენები, ინსექტური, მედიკამენტური, სხვადასხვა კონტაქტური ალერგენი, რომელთაც ასევე მრავალფეროვანი სიმპტომები შეუძლიათ გამოიწვიონ და დამეთანხმებით, რომ ალერგია არ გახლავთ ერთი რომელიმე ორგანოს დაავადება, ის სისტემური პრობლემა, რომელიც უმეტესწილად აზიანებს სასუნთქგზებს, აზიანებს კანს და იმ შემთხვევაში თუ სისტემური რეაქციით იქნა წარმოდგენილი ჩართულობა გახლავთ ასევე კუჭნეწლავის სისტემის, კარდიოვასკულური სისტემის და ისეთი სახიფათო რეაქციის განვითარების შანსი, როგორიც გახლავთ ანაფილაქსია, სისტემური სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა. კი ბატონო. ქალბატონი ნანა, ცხვირის გაჭედილობაზე მინდა რომ გკითხოთ უპირველეს ყოვლისა, ნაზალური ობსტრუქცია, ალერგიული რინიტის ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია. თუმცა ბევრი პაციენტი გამოსავალს პოულობს პოპულარულ ფართოდ მოხმარებად ცხვირის წვეთებში, რომლებიც მომენტალურად ხსნიან აი ამ გაჭედილობას. რამდენად მართებულია მათი აი ესეთ ხანგრძლივ რეჟიმში გამოყენება და რეალურად რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ალერგიულ რინიტზე ვსაუბრობთ? დიახ, ძალიან საყურადღებო აქცენტია ალერგიული რინიტის მკურნალობის კუთხით, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მოგმართავს, რომელთაც გამოცდილება ეს სწორედ დეკონგესტანტების, ანუ ცხვირის გამხსნელების გამოყენების წლების განმავლობაში აქვთ ეს გამოცდილება.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაფრთხილოთ თითოეული ასეთი პაციენტი, რომ მათი გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა ეს გახლავთ 3-5 დღე. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული პრეპარატების სწორედ ნაზალურ ობსტრუქციას, ანუ ცხვირის გაჭედილობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, უფრო ხანგრძლივად მათი გამოყენება გარდა უამრავი გვერდითი ეფექტისა, რაც შეიძლება გამოიწვიოს, თავად რინიტის, მედიკამენტური რინიტის გამოწვევი მიზეზი ხდებიან და ყოველი შემდგომი გაჭედვა ეს ეგრეთ წოდებული მოჯადოებული წრია პაციენტისთვის თუ დასაწყისში მაგალითად სეზონურ ალერგიას მკურნალობს, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე დასრულდება და აი ეს პრობლემა შეჭიდული იქნება დეკონგესტატების გამოყენებასთან, თავისთავად უკვე გაგრძელდება მედიკამენტური ალერგიით, რომელსაც ბოლო არ უჩანს თუ ამას პაციენტი არ გაითვალისწინებს აი ამ ჩვენს რეკომენდაციას მათი გამოყენების შესახებ. კი ბატონო, აი რომ გითხრათ ალერგიული რინიტის მკურნალობისას, მაინც რომელი ჯგუფის პრეპარატებს ენიჭება ამ შემთხვევაში უპირატესობა, თანამედროვე მიდგომა როგორია და ასევე ბევრს აინტერესებს ხოლმე ხანმოკლე მკურნალობა არის საკმარისი თუ უფრო ხანგრძლივ მკურნალობას უწევთ ამ შემთხვევაში თქვენ რეკომენდაციას. ალერგიული რინიტისთვის განსაკუთრებით აქტიურ პერიოდში ვართ, როგორც თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, სეზონური ალერგენები გახლავთ ახლა გააქტიურებული, ამ ეტაპზე ბალახოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდია და ჰაერში მათი კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია, რომლებიც იწვევენ სწორედ აი ამ ალერგიული რინიტის პრობლემებს, როგორც ცხვირის გაჭედვას, ასევე ცხვირიდან პროფუზულ უხ გამონადენს, ხშირად ცხვირის უკან ჩანადენს, რომელსაც ხველითი გააქტიურება და ხველის პრობლემა მოსდევს თანს. მკურნალობა როგორია მართვა ალერგიული რინიტისა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავარი დამნაშავე ნივთიერება ზოგადად ნებისმიერი ალერგიული პროცესის შემთხვევაში, ეს გახლავთ ესეთი მედიატორი, რომელსაც ჰისტამინი ქვია, ხომ? ყოველი ალერგიული რეაქციის საწყისი სწორედ ჰისტამინის პროდუქციას და გადაჭარბებულ გამოთავისუფლებას ორგანიზმში უკავშირდება სხვადასხვა ალერგენის ზემოქმედების შედეგად. სწორედ ამიტომ შექმნილია ჯგუფი ანტიჰისტამინური პრეპარატებისა, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურად ებრძვის ალერგიულ პრობლემას. არსებობს ანტიჰისტამინური პრეპარატების ორი ძირითადი ჯგუფი, ეს გახლავთ პირველი თაობის ანტიჰისტამინები და ახალი თაობის ანტიჰისტამინები, რომელიც აქტიურად გამოიყენება ალერგიული პრობლემების სამკურნალოდ და უპირატესობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვანიჭებთ ახალი თაობის ანტიჰისტამინებს, რატომ? იმიტომ რომ მათ გააჩნიათ ნაკლები გვერდითი ეფექტები, ისეთი როგორიც გახლავთ შემაწუხებელი ძილიანობა, მოდუნება, კონცენტრაციის დარღვევა, მინიმალური ან საერთოდ არ გახლავთ ახალი თაობის ანტიჰისტამინების შემთხვევაში, აი ამ ეფექტების გვერდითი ეფექტების გამოვლენა, მათი სამკურნალო ეფექტი მაღალია და სწორედაც პაციენტების არჩევანი, როდესაც ვთქვათ, ექიმთან მისვლამდე ეს გახლავთ არარეცეპტით გაყიდვადი ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, რა თქმა უნდა, მათ არჩევანი უნდა გააკეთოს და ჩვენც უნდა ვურჩიოთ ახალი თაობის ანტიჰისტამინებს, რომელსაც მიეკუთვნება სხვადასხვა ნივთიერება, ეს გახლავთ ლორატადინი, დესლორატადინი, ფექსოფენადინი, ცეტირიზინი, სხვადასხვა დასახელებით მე ახლა ძირითად მოქმედ ნივთიერებაზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი წარმომადგენელი დესლორატადინისა ლორანექსის სახელით გახლავთ ახლა ჩვენთან წარმოდგენილი, რომლებსაც აქვთ სწორედ ეს უნარი დაბლოკონ ალერგიული რეაქციების მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც გახლავთ ჰისტამინი, შესაბამისად პაციენტი გათავისუფლდეს ალერგიული ხასიათის სიმპტომებისგან. ანტიჰისტამინური პრეპარატები მსუბუქი მიმდინარეობის, ანუ რინიტის გამოვლინება ჩვენ შეიძლება ვქონდეს და ნებისმიერი დაავადების ხომ მსუბუქი, საშუალო და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში. მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში მხოლოდ ანტიჰისტამინური პრეპარატების ორალური გზით მიღებული გამოყენება შეიძლება იყოს საკმარისი, მაგრამ როდესაც უკვე საშუალო და მძიმე მიმდინარეობის რინიტის პრობლემა დგას პაციენტთან, იქ უკვე საჭიროა კომბინირებული პრეპარატების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში კონკრეტულად რინიტის სამკურნალოდ ტოპიკური, ანუ ადგილობრივად გამოყენებადი ცხვირის სპრეები გახლავთ ეფექტური და მათი ყველაზე ეფექტური წარმომადგენელი გახლავთ ნაზალური სტეროიდი,
ამ შემთხვევაში ვთქვათ მომეტაზონის დასახელებით რენოქსის სახელით შესაძლებელია იყოს გამოყენებული სწორედ ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან კომბინაციაში და ორივე ამ პრეპარატის ერთდროული გამოყენება უკვე უზრუნველყოფს მსუბუქი თუ მძიმე მიმდინარეობის ალერგიული რინიტის კუპირებას. კი ბატონო, როდესაც სტეროიდს ან ჰორმონს ვახსენებთ ძალიან ბევრ პაციენტს და მშობლებს ალბათ განსაკუთრებით შიში უჩნდებათ ხოლმე რომ ხომ არ გამოიწვევს ხანგრძლივი გამოყენება შეჩევას. აი რადგან ახლა რენოქსზე ვსაუბრობთ და ახსენეთ, ხო? მაგალითად რენოქსის სპრეის შესახებ რომ გითხრათ, მისი ხანგრძლივი გამოყენება რამდენად გამოიწვევს დამოკიდებულებას, შეჩევას ან სხვა რაიმე გვერდით მოვლენას. რა თქმა უნდა, ალერგიული დაავადების მკურნალობის დროს ხანგრძლივობა მკურნალობისა დამოკიდებულია სწორედ დაავადების სახეზე, ხო? იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს სეზონური ალერგიული რინიტი, მხოლოდ სეზონის დროს, როდესაც ადამიანის ორგანიზმისთვის აი ეს დამნაშავე ალერგენი არსებობს გარემოში, მხოლოდ ამ პერიოდში, რომელიც ქმნის ალერგიულ პრობლემას, საჭიროებს პაციენტი მკურნალობას და სწორედ ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება განსხვავებით ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ცხვირის ეგრეთ წოდებული გამხსნელებისა და დეკონგესტანტებისა, მოწოდებული გახლავთ ხანგრძლივად. იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ გვაქვს რინიტის ფორმა, რომელსაც ეგრეთ წოდებული პერინიალური, ანუ სრულწლოვანი ალერგიული რინიტი ეწოდება, რომლის შემთხვევაში უკვე გამომწვევი გახლავთ არა მცენარეული სეზონური ალერგენები, არამედ ისეთი ალერგენი, როგორიც გახლავთ ოთახის მტვრის ტკიპა, სოკოვანი ალერგენები, ეპიდერმული, ანუ ცხოველური ალერგენები, როდესაც პაციენტს ამა თუ იმ ცხოველთან, შინაურ ცხოველთან აქვს კონტაქტი, ასეთ შემთხვევაში ეს პრობლემა გრძელდება ხანგრძლივად წლების განმავლობაში და პაციენტი რა თქმა უნდა ექიმის დანიშნულებით, რა თქმა უნდა სიმპტომების სიმძიმის მიხედვით საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. ხანგრძლივი მკურნალობა ნაზალური სტეროიდებით შესაძლებელია, მაგრამ რა თქმა უნდა მას სჭირდება ექიმთან კონსულტაცია. კი ბატონო, ალერგიულ რინიტის მქონე პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილი და როგორც ვიცი 71% თითქმის გვხვდება თვალის სიმპტომები. ეს არის წვა, ქავილი, სიწითლე. აი ამ შემთხვევაში გარდა ნაზალური პრეპარატებისა, აი ამ დამატებით სიმპტომებს როგორ უნდა ვუშველოთ და მივხედოთ? დიახ, სწორად ბრძანებთ, რა თქმა უნდა, სადღაც 75% შემთხვევაში ალერგიული რინიტი და ალერგიული კონიუნქტივიტი გახლავთ კომორბიდული მდგომარეობა, ანუ ისინი ერთდროულად უვლინდება პაციენტს. თავისთავად მათ ერთი და იგივე გამომწვევი იწვევს და პირველი შემხვედრი ჭიშკარი სწორედ ზედასასუნთქი გზა და თვალის ლორწოვანი გახლავთ, სადაც მიმდინარეობს აი ეს მთელი ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელიც პაციენტისთვის შემაწუხებელი ამა თუ იმ სიმპტომით გახლავთ წარმოდგენილი. ალერგიული კონიუნქტივიტის ჩართულობის შემთხვევაში ხშირად უნდა აღვნიშნოთ, რომ ორალურად, სისტემურად მიღებული ანტიჰისტამინური პრეპარატისა და სწორედ ნაზალური სპრეის, ნაზალური კორტიკოსტეროიდის გამოყენება ხშირ შემთხვევაში თვალის სიმპტომატიკისთვისაც ეფექტური გახლავთ. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს კვლავ უგრძელდება თვალის სიმპტომები, ამ დროს უკვე ტოპიკურად თვალის ტოპიკურ საშუალებებს გამოვიყენებთ, ძირითადად ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ თვალის ანტიჰისტამინურ ადგილობრივ წვეთების სახით, ხოლო ძალიან ძლიერი გამწვავების დროს ხანმოკლე კურსებით შესაძლებელია ასევე ჩართული იყოს თვალის სტეროიდული წვეთები. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, თუმცა მცირე სარეკლამო რგოლის დრო გვაქვს ახლა ეთერში. რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით და კვლავაც ქალბატონი ნანომ გალუბლიშვილი დარჩება ჩვენთან სტუდიაში და განვაგრძობთ საუბარს, ასე რომ დაგველოდეთ.